აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სამუშაო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ. ამ ეტაპზე ბაღდათი აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სატრანსპორტო ნაკადის დაბის ცენტრიდან გადატანაა. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია ხიდები და გვირაბი. პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისი, ბაღდათი, აბასთუმანი, მენარი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და ასეთიანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ასევე იგეგმება საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირების მშენებლობაზე. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობების აღდგენას, ტურისტული და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას, ქუჩების და გზების განახლებას. ასევე ნაპირსამაგრი და სახიდე ინფრასტრუქტურის მოწყობას. უსყების ინიციატივით რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლებს, ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას, საბაგირო სადგურს და ცენტრალურ პარკს. რამოდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულ ფონდმა დაიწყო აბასთუმანში უამრავი პროექტის განხორციელება. ზოგადად აქტუალური გახადა ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკურორტო ზონა. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აგრძელებს სამუშაოებს, მათ შორის ახლა ვიწყებთ ახალ ეტაპს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს იქნება დარჩენილი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, აბასთუმნის სწორად განვითარება, მათ შორის ურბანული თვალსაზრისით არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში.